მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვატო გუნჯილია, თქვენ ახლა იმყოფებით ჩემს არხზე. თუ პირველად უყურებთ ჩემს ვიდეოს, გეტყვით რომ მე ვარ ქართველი MMA იუთუბერი, ვცხოვრობ ლას-ვეგასში, სადაც MMA სამყარო არის და თავიდან ბოლომდე გადაშვებული ვარ MMA-ის ამბებში. სწორედ ამიტომ MMA-ში მოსგან საჩუქრად მივიღე ეს ჟაკეტი, რომელსაც ახლა ხედავთ. ვინც ნამდვილი MMA-ის კომაგები და ფანები ხართ, ესე ვიტყვი, დარწმუნებული ვარ მგეცოდინებათ, ვინც არის MMA შმო. So Shmo does not believe me. I was saying I can film from everywhere. Let's go, party people! Let's go! Is Volkanovski the greatest featherweight in UFC history, in your opinion, sir? No, it's myself. I'm the best featherweight in the UFC history. It's a damn good answer, my man. It is. That's really what I think about myself. And that's the only way to be. რაც შეეხება ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო განვლილ მომენტებზე, განვლილ ბრძოლაზე, რომელიც ეხება კონკრეტულად რომან დოლიძეს. ასევე მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელზეც როგორც წესი არ საუბრობენ ხოლმე, ამიტომ დარჩით და ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს და ასევე მინდა თბილი მოკითხვა გადავცე ქართულ MMA იუთუბერებს, რომელზეც ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. თუ არ ყავართ გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი. მოიწონეთ ეს ვიდეო, მე კი გპირდებით რომ ძალიან საინტერესო რაღაცებს გაგიზიარებთ. აბა როგორ ხართ რა შვებით, მეც საკმაოდ დიდი ხანია მსგავსი ტიპის ვიდეო არ ჩამიწერია და სიმართლე გითხრათ მომენატრა თქვენთან საუბარი. როგორც კი დავბრუნდი ნიუ-ჯერსიდან, მერაბის ბრძოლის შემდეგ უმალვე შეუერთდი რომან დოლიძეს მომზადების კემპს და მინდა გითხრათ რომ მისი არც ერთი სპარინგი და არც ერთი რაუნდი არ გამომტოვებია. აქ კი მინდა დეტალურად გაგიზიაროთ რაღაც მომენტები. პირველი რაც მინდა ვთქვა, ყოველთვის მარცხი ვაშკაცურად უნდა მივიღოთ, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ. ფაქტი არის, რომ ჰერნანდესი უკეთესი იყო იმ საღამოს და სამწუხაროდ დავმარცხდით, მაგრამ ეს უკვე წარსული არის და წარსულზე ფიქრით ვერაფერს ვერ შევცვლით, პირიქით უნდა ვიპოვოთ, ესე ვთქვათ, ის ნიუანსები, რაც ჩვენ მაგალითს მოგცემს, გაგვზრდის, ვისწავლით, განვითარდებით, უკეთესი ვიქნებით, უკეთეს შედეგებს ვაჩვენებთ და ასე შემდეგ. ვინ არ დამარცხებულა, მეგობრებო, ვის არ წაუგია, არ არის აუცილებელი რომ მაინც და მაინც ოქტაგონზე დამარცხდე, დარწმუნებული ვარ ცხოვრებაში ყველა დამარცხებული ვარ და მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ძალიან ბევრჯერ დავმარცხებული ვარ ცხოვრებაში. მიწასთან გაუსწორები ვარ ცხოვრებას, მაგრამ თავარი არის რომ არაზოს არ დავნებებულ ვარ, ყოველთვის ვცდილობდი წამოდგომას, ყოველთვის ვცდილობდი ჩემი მომავლისთვის ბრძოლას და ამ ყველაფერმა მომიყვანა იქ, სადაც ზუსტად ეხლა ვიმყოფები. რაც შეეხება რომან დოლიძის ბრძოლის კვირა, საკმაოდ გრძელი ბრძოლის კვირა გამოგვივიდა, იმიტომ რომ დატვირთულები ვიყავით, გადაღებები, ვარჯიშები, პლუს წონის კლება. წონის კლება, როგორც ვიცით, ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი და ძალიან ურთულესი მომენტი არის, როდესაც MMA-ის პროფესიონალი მებრძოლი ხარ. პატარა შეცდომამაც კი შეიძლება, მოკლედ ძალიან ბევრი რაღაც შეცვალოს. აუცილებელი არ არის რომ მაინც და მაინც ამას შეცდომა დავარქვათ, მაგრამ პატარა რაღაცა ისეთი ელემენტარული შეიძლება მოხდეს ამ დროს, რომ ძალიან ბევრი რამე შეიცვალოს რა, როგორც ადამიანის ორგანიზმში, ასევე განწყობაზე, ეს რა თქმა უნდა ყველაფერი ბრძოლაზე აისახება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა საინტერესო არის თქვენ რასაც უყურებთ, რაც კადრებიდან ჩანს, რასაც ხედავთ და ასე შემდეგ, მაგრამ როგორც მაგალითად ყველა სამსახურში შიდა სამზარეულო გაქვთ და მარტო სამსახურში უნდა ისაუბროთ ამაზე და ამას გარეთ ვერ გაიტანთ, ან რომც გაიტანოთ შეიძლება ვიღაცებმა ვერ გაგიგონ, ან შეიძლება საერთოდ არ იყოს ეს თემები მათთვის საინტერესო, ისე არის MMA-ც, მომზადებაც, საბრძოლო კემპიც, წონის კლების მომენტებიც და ასე შემდეგ. მაგრამ აქ თამამად მინდა ვთქვა, რომ მე ზოგადად საკუთარი თვალით რაც კი მინახავს წონის კლება, პროფესიონალ მებრძოლებთან, მოყვარულ მებრძოლებთან და ასე შემდეგ, ეს სამწუხაროდ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი წონის კლება გამოვიდა რომანისთვის. რა თქმა უნდა, არ არის არაზოს მარტივი წონის დაკლება, წონის გაკეთება. ფაქტობრივად ბოლო 3 დღე სანამ წონას ჩავაბარებდით, გადავათენეთ, მაგრად ვიწვალეთ, მოკლედ პირდაპირ რომ გითხრათ. თულია რა თქმა უნდა წონის დაკლება და დაფიქსირება და აი რომ გეუნებით მაგრა ვიწვალეთ, მეთქი ძალიან ბევრი ისეთი შემთხვევა ქონდა, რომ რაღაცები არ წავიდა ისე როგორც ჩვენ დაგეგმილი გქონდა, როგორც ველოდით
და ასე შემდეგ. მე ზოგადად ჩემს ტელეფონში გაკეთებული მაქვს ცხრილი, სადაც მაგალითად მერაბის ყველა წონის კლება მაქვს შენახული, რომელ დღეს რა წონა იყო, თავის სურათებით, იგივე მაქვს აკეთებული რომანზეც, იგივე მაქვს აკეთებული ალეკოზეს და ჩემს გუნდზე, მოკლედ ვისთან ერთადაც მე ვარ. ხდება მეგობრებო ესეთი რაღაცეები, ეს არ არის დამოკიდებული, რომ ანუ იმის თქმა არ მინდა, რომ რაღაც კონკრეტული შეცდომა ჩვენ დაუშვით ან ასე შემდეგ. ყველაფერი არის ადამიანის ორგანიზმზე დამოკიდებული. ვიღაცებს შეიძლება ეს წონის კლების პროცესი ჯანსაღი პროცესი გონია, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ეს ნამდვილად არ არის ჯანსაღი პროცესი, მით უმეტეს, როდესაც ამას წელიწადში რამოდენიმეჯერ აკეთებ, სხვადასხვა, ესე ვთქვათ, მიდგომებით სტრესავს შენს ორგანიზმს, რომ გამოიყვანო ეს მთელი წყალი, ამ წყალს მოყვება მოკლედ შენი ვიტამინები, მინერალები, იქ შენი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი საჭირო ნივთიერებები და იფიტები საშინლად, ანუ საერთოდ სიცოცხლის ენერგია მიყვება ამ ყველაფერს სამწუხაროდ და თან პლუს ამას დავუმატეთ, როდესაც ამას წელიწადში რამოდენიმეჯერ აკეთებ, უხეშად რომ თქვა, ორგანიზმი იცვითება, რთული ხდება წონის კლება, რა თქმა უნდა, შემდეგ რთული ხდება აღდგენაც. ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ, როგორც გითხარით, მოკლედ ძალიან რთული წონის კლება ქონდა, აი კონკრეტულად, როდესაც წონის კლების პროცესში ვართ, იმ დროს ჩემთვის საერთოდ გარესამყარო არ არსებობს, მარტო ვართ იქ იმ ადამიანთან, ვინც წონას იკლებს და სხვა მეტი არავინ არ მაინტერესებს, თავარი არის რომ წონა დავიკლოთ, ჩავაბაროთ და ბრძოლაზე გავიდეთ, რაც რა თქმა უნდა გავაკეთეთ. Get one guy to come in with you, Roman. Two? We had two. You bring the two? I go figure it out. Thank you. Morning, Roman. How are you, sir? Good to see you. Yes, sir. Morning, coaches. How you guys doing, man? Good to see you. Yes, sir. Jason coming in with Roman. Of course. I'm not going to ask you how you're doing this morning because you're always doing great. Perfect. There you go. Good morning. What's up, Roman? How you doing, brother? Cool. You'll be number one, and official begins in 10 minutes. You want me to? Whatever you gotta wear to, yeah, TNC 85. All right, yeah. So take it a little. Yeah, let's make sure. Nice. Jesus, those are heavy. Nice. Stuff. You guys. Hey, Jeff. Yes. Got it. Yeah. What's up, man? How you feeling? Thanks, guys. And then all of these should be, the third one should be 45. Okay. Okay? As soon as you start drinking this one, start eating the food we bring out. Okay. All right? Awesome. 2020. 2020, yes, sir. Good? All right. To see you, bro. Good to see you. Hey, what's your? I wanted to tag you in those pictures. What's your Instagram? Just print his name. What's the phone? This is like his commission paperwork, so just saying, you know, Okay. he's healthy. Okay, I got you. How are you? აგერ შეგვილი. წარმატებები რომ. მერტი შენ. Sorry, Jason. Did you say we're still missing Eric Mechanico? გადაგავშე. წავიდა. Go ahead and whatever you're gonna. But How are you? Good luck, boys. Good job. Best job in the world. Oh. Georgian Power.
რაც შეეხება ბრძოლას, საკმაოდ რთული და სტილისტიკური დაპირისპირება იყო, ისთვისაც ენტონი ჰერნანდესი კარგად მომზადებული გამოვიდა. ვაშკაცურად უნდა ვისწავლოთ მარცხის მიღება და ამასთან ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვაქვს, იგივეს გეტყვის რომანიც და რომანი ზოგადად ფსიქოლოგიურად იმდენად ძლიერი ადამიანი არის, რომ მას ძალიან დიდ გავლენას არ ახდენს მარცხი. რა თქმა უნდა, ყველას გვეწყინა, გაგვიტყდა, დავიგრუზეთ, ზოგმა იტირა კიდევაც, ვიღაცებს გაუხარდათ კიდევაც. ხდება ესეთი რაღაცეებიც, მაგრამ რაც არის, ცხოვრება გრძელდება. ეს ყველაფერი კარგი გაკვეთილი იყო ჩვენთვის. იგივე შემიძლია ვთქვა იმავოვთან მარცხზე, გავიხსენოთ, ანუ ვისთან დამარცხდა რომან დოლიძე. რომან დოლიძე დამარცხდა იმავოვთან, რომელიც საჩემპიონო დონის არის, მოკლედ ესე ვთქვა, შემდეგი ბრძოლა ალბათ უკვე წესით ქამარზე უნდა კონდეს. შემდეგ 3 გამარჯვება ჰქონდა რომანს და ეხლა სამწუხაროდ ისევ დავმარცხდით, მაგრამ ეს ყველაფერი კარგი გაკვეთილი იქნება ჩვენთვის. უკვე გამოვიტანთ, გავაანალიზებთ ამ ყველაფერს, რაზე არის სამუშაო, რა უნდა გავაკეთოთ და უკეთესად დავიგეგმებით მომავალში, მაგრამ რაც შეეხება ჰერნანდესის სტილს, ხო, ამაზე მინდა ვისაუბრო. მერაბს თავისი პირით აქვს ნათქვამი, რომ დაახლოებით ჩემი სტილი აქვსო. ენტონი ჰერნანდესი არის მაგარი ძაღლი მებრძოლი, ძაღლ მებრძოლში ან ცუდად არ მოიხსენიებ, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ თავისი მოწინააღმდეგეები სულ წნეხში ყავს, სულ აწვება, კლინჩში ემუშავება, პრესავს, პარტერში გადაყავს, აჩერებს პარტერში, აკონტროლებს და ამ ყველაფრის ხარჯზე საკუთარ, მის მოწინააღმდეგეებს მაგრად ღლის. MMA-ის პროფესიონალი მებრძოლები კარგად გამიგებენ ამას, როდესაც 5 რაუნდიან ბრძოლას ატარებ, შენი კარდიო სწორად უნდა გადაანაწილო, ბრძოლა ჭკვიანურად უნდა წაიყვანო, უნდა ეცადო მაქსიმალურად ზიანი და დიდი რისკი აირიდო და სხვანაირად სტრატეგიულად მიუდგე მოწინააღმდეგეს, რაშიც ენტონი ჰერნანდესმა გვაჯობა, არაუშავს. რომანს წინ ჯერ კიდევ 5 ბრძოლიანი კონტრაქტი აქვს, ანუ ჯერ კიდევ 5 ბრძოლა უნდა ჩაატაროს და რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე ვიმუშავებთ, გამოვასწორებთ, ვეცდებით რომ უკეთესები ვიყოთ, უფრო განვითარდეთ და უფრო მაგრები გამოვიდეთ, მაგრამ ზოგ ადამიანებს მინდა კითხვით მივმართო. ანუ თქვენ ჩვენიანები ხართ თუ დათვისიანები ხართ და მოდი დავიწყებ რაღაც გავრცელებული ჭორებით, იქ ალბათ ვიღაც დიმაო ბოლაძეს რაღაცა ტექსტი დაუდეს, რომ რომანმაო რაღაცაო ჰანტერსო უთხრაო, რომ აბა კარგად იყავიო და დარწმუნებული ვარ, საერთოდ წარმოდგენაც არ აქვს ვინ არის ჰანტერ კემბელი და უბრალოდ რაღაც social media engagement-ის გამო ეს ყველამ გადაპოსტა და აქ უკვე უნდა შევასკდე ქართულ MMA იუთუბერებს, ბიჭო, თქვენ მაინც რაღა დაგემართათ. თუ MMA იუთუბერები ხართ, წესით უნდა გადააზუსტოთ ინფორმაციები და ასე შემდეგ. კი ბატონო, მეც ძალიან ბევრი შეცდომა მომსვლია, ეხლაც სულ მეშლება ხოლმე მებრძოლების სახელები და ასე შემდეგ და განა იმიტომ რომ რაღაცა არ ვიცი ან რაღაცა, ანუ ტექნიკური რაღაც შეცდომა შეიძლება იყოს, ენა შეიძლება დამებას ბოლო-ბოლო და რაღაცა ამერიოს, მაგრამ შეცდომაში არ უნდა შეიყვანოთ ადამიანი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვიღაცეებისთვის პირველ წყარო ხართ, როდესაც რაღაცა ინფორმაციას იგებენ, პასუხისგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ ყველაფერს. კიდევ ერთ თემას მინდა გამოვეხმაურო, როგორც თქვი, ვიღაცამ დაპოსტა რომ რაღაც რომან დოლიძე versus რაღაცა პლანა ქეშავიკი ვიღაცაო, აი ძალიან არასწორი ინტერპრეტაცია მისცა, მინდა ვთქვა და იმ ადამიანსაც მოუწოდო რომ სწორად შეახედოს ადამიანებს და სწორად დაანახოს მოკლედ ეს სფერო. რა გამოვიდა, რომ რომან დოლიძე ვიღაცა პლანაკეშა ტიპმა დაამარცხა, თუ როგორ შეიძლება ეს თქვა რა, ანუ ლოგიკურად გამოდის ესე, ხო? ჩემი აზრით არასწორი არის ესეთი მიდგომა. ანუ მეგობრებო, არ დაგვაუწყდეს, რომ რომან დოლიძე არის 37 წლის, ანუ ტოპ 10-ში არის. 84 კილოგრამ წონით კატეგორიაში. მე პირიქით ყველა ქართველი მებრძოლის, ყველა მებრძოლის წარმატება გამიხარდება მთელი სულით და გულით და მიუხედავად იმისა, რომ კომენტარებში სულ საშინელებებს მიწერენ ხოლმე, ერთ თემას გავიხსენებ, ილია თოფურიას ბრძოლაზე, როდესაც ჩარლს ოლივეირა დაამარცხა, წამიყვანა მერაბ დვალიშვილმა. მერაბ დვალიშვილი არის ჩემი ძალიან ახლო მეგობარი და ოჯახის წევრი, თან ამავდროულად UFC ჩემპიონი, მე MMA იუთუბერი ვარ, ანუ საერთოდ YouTube-ი დავიწყე სპორტის და MMA-ის გამო და ხვდებით ალბათ როგორ მიყვარს ეს ყველაფერი და მერაბმა როდესაც მითხრა რომ აბრძოლაზე მიმყავხარ, უბედნიერესი ვიყავი, აი, ჩემს სიხალოს საზღვარი არ ქონდა, ქართველი ჩემპიონის ბრძოლაზე მივყავარ ქართველ ჩემპიონს. რომან დოლიძეს ჩვენთან ერთად იყო და უბედნიერესი ვიყავი და ილიას ნოკაუტის შემდეგ, აი, ჩემი ემოციები რაც იყო, აი, წარმოვიდგინეთ, მერაბთან ერთად ვარ
ბრძოლაზე, იქ გვერდით ვოლკანოვსკი მიზის, იქ უკან კამარუ უსმანი, გეიჯი, ისრაელ ადესანია, ტომას პინალი გვერდით და მამამისი და როდესაც ილიამ ოლივეირა გათიშა, აი, არ ვიცი ჩვენს ემოციებს საზღვარი არ ქონდა. ბედნიერესები ვიყავით, მოკლედ, აი, მაქსიმალურად, აი, როგორ თქვა რა, ამ ადამიანების სიხარული შევიგრძენი, იმიტომ რომ მეც ყოფილ ვარ იქ, როდესაც მერაბის კუთხეში ვიყავი, მეც ყოფილ ვარ იქ, როდესაც რომანის კუთხეში ვიყავი და აი, ვიცი, როგორი ბედნიერებაა, როგორი სიხარულია, როგორ აი, მთელი ქვეყანა კომაგობს, იზიარებს ამ ყველაფერს და აი, ხო ხვდებით რა, მოკლედ, ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ქონდა, აი, ყვიროდი, ვხაოდი, ვბღაოდი, მოკლედ, აი, მთელი სიხარულის ემოცია მოდიოდა ამისი თქმა მინდა და მთელი სული და გულით მოკლედ აი ყველა ამ ადამიანის წარმატება მიხარია ვინც არ უნდა იყოს ყველა ამ ადამიანების მარცხი ჩვენებზე მაქვს საუბარი ძალიან მწყინს იმიტომ რომ ყველა ადამიანს გიგა ჭიკაძეს მერაბ დვალიშვილს რომან დოლიძეს გურამ ქუთათელაძეს ილია თოფურიას ლიანა ჯოჯუას ალექსანდრე თოფურიას ყველას ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ქართული MMA-ის განვითარებაში არ დაგვაუწყდეს ეს მეგობრებო გამარჯვება არის თუ მარცხი არის ყველას თავისი წვლილი აქვს შეტანილი ქართული MMA-ის განვითარებაში თქვენს დამეთანხმებით ამაში ფაქტია ხო და მოკლედ იყო ესეთი მომენტი რომ ძალიან ცუდ რაღაცებს მიწერდნენ ამის გამო რომ რაღაც შენ თამაშობ და რაღაცა და აი შეაფერისტო და ვაშე ისა და აბა ესა და აბა ისა და ნუ მეც ადამიანი ვარ ეხლა რა თქმა უნდა რაღაც მომენტები მქონდა ისეთი რომ აგრავიგრუზებოდი ამ ყველაფერზე მაგრამ ეხლა საერთოდ არ ვაქცევ ამ ყველაფერს ყურადღებას და რას მოვაყოლე ეს ყველაფერი რა არ უნდა ვიყოთ რაღაც სატელევიზიო რაღაცა ტიპები და აი მოკლედ რა და მოდი ვიყოთ ნამდვილები ვინც ვართ მოდი ვილაპარაკოთ იმაზე რაც მართლა ვიცით რაც არ ვიცით იმას თავი დავანებოთ და რაც არ არის დაზუსტებული და ნუ შევხედავთ ერთმანეთს კონკურენტებად მე ძალიან ბევრჯერ მithქვამს აი რამდენი ესე თქვა ქართველი MMA იუთუბერი წამოვიდა ეხლა აქაც არ ჩამოვთვლი ესე კონკრეტულად და ასე შემდეგ მაგრამ აი არასდროს არავის არ მოუწერია ჩემთვის ან ინტერვიუზე ან ასე შემდეგ ანუ მე რაღაცა თავში კი არა მაქვს ავარნილი რომ აი ინტერვიუების გაცემა და რაღაცები მინდა არასდროს არავისთვის ინტერვიუ არ მიმიცია ცხოვრებაში რა განსაკუთრებით MMA-ის თემაზე და მეგობრებო ანუ ენრაოდენობით კონტენტი მაქვს ამასთან დაკავშირებით და ძალიან საინტერესო რაღაცებზე შეგვიძლია ვისაუბროთ ძალიან საინტერესო გამოცდილება შეგვიძლია გაუზიაროთ ერთმანეთს ცოტა სხვანაირად შემიძლია რაღაცები დაგანახოთ უფრო პროფესიონალურად როგორც ხდება ეს ყველაფერი და ანუ ნუ შეხედავთ ერთმანეთს კონკურენტებად რა თუ თქვენ მართლა ამ ყველაფერს გულით და სულით აკეთებთ თუ გიყვართ ეს ბიჭები და გოგოები ვინც ჩვენი სახელით გამოდიან იბრძვიან და ასე შემდეგ მოდი გაუზიაროთ ჩვენი ცოდნა გამოცდილება ერთმანეთს დავდგეთ ერთად თუ ქართულ საქმეს ვემსახურებით იმიტომ რომ მე მაგალითად ჩემ საკუთარ თავზე ვთვლი რომ ქართულ საქმეს ვემსახურები ქართული MMA-ის განვითარებას არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი მაგრამ ვთვლი რომ ძალიან ბევრი მაქვს პირადად მე გაკეთებული ქართული MMA-ისთვის და ქართველი MMA-ის მებრძოლებისთვის რეალურად კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ სოფლიოს რა მაგარი მებრძოლები ვართ და რამდენის გაკეთება შეგვიძლია ცოტა დამცხა მოკლედ ამ შმოს ჟაკეტში ცოტა ჩაუბომბე ხო მოკლედ სწრაფად დავიწყე რაღაცეები და მოვაყარე ასევე აუცილებლად უნდა ვთქვა რომ ყველაზე პროფესიონალური წყარო რომელსაც მე პირადად ვენდობი გამოწერილი მყავს თვალს ვადევნებ არის სეტანტა ქართული გვერდი, სადაც ქართულად იდება ინფორმაციები. აი ეს არის ორი Instagram გვერდი, რომელსაც მე ვენდობი, რა ინფორმაციასაც აკითხულობ, ვიცი რომ 100%-იანი არის და დაზუსტებული არის. რაც შეეხება ჩემს გამოცდილებას, ზე პროფესიონალები არავინ არ ვიბადებით და მათ შორის არც მე არ ყოფილა რაღაც ზე პროფესიონალი. ჩემი home gym-ი საქართველოში არის Warriors MMA თბილისი, სადაც პირველი ნაბიჯები გადავდგი MMA-ის მიმართულებით, სადაც ჩემი ძმაკაცები ახლაც ვარჯიშობენ და ჩემი მეგობრები, მოკითხვა ბიჭებო ყველას დიდი სიყვარულით, მაგრად მომენატრეთ ყველა. გზა და გზა ეტაპობრივად, ძალიან ბევრი ვისწავლეთ ერთად, გავიარეთ, შეჯიბრებზე გავდიოდით, სამოყვარულო ბრძოლებს ვატარებდით, წონას ჩვენით ვიკლებდით, მოკლედ არანაირი ცოდნა არ ქონდა ამ მიმართულებით. მე არც პროფესიონალური ვიდეო გადამღები ვარ, არც ფოტოგრაფი, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავალი
აქედან მაქვს ლას-ვეგასში რაღაც ნაწილობრივ, რასაც ვაკეთებ. დარბაზის social media, მებრძოლებს ვეხმარები მარკეტინგის მიმართულებით, გადაღების მიმართულებით და მეგობრებ, რაც მე ამერიკაში ჩამოვედი, მე-13 წელი არის, 2 წელიწად ნახევარი გავიდა. მე დღე არ მახსოვს, რომ დარბაზში არ ყოფილიყავი, სპარინგები არ გადამეღოს, მწვრთნელის გაკვეთილებზე არ მეყურე. ეს ხდებოდა ყოველდღიურად და აქ არ არის მარტო საუბარი რაღაც ლას-ვეგასის კონკრეტულ ჯიმზე. ანუ რაც კი ტოპ დარბაზები არის ამერიკაში, თითქმის ყველგან ვიყავი. American Top Team 80, Kill Cliff ეს ორივე მაიამიში არის. Longo Weidmanis დარბაზი ნიუ-იორკში, ანუ მერაბის home gym ნიუ-იორკში. აქ Extreme Couture, Syndicate MMA, ცალკე ჯიუ-ჯიტსუს დარბაზებს არ ჩამოვთვლი, კიდე რამდენ ადგილას ვარ ნამყოფი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამას ეხა რაღაც საბლატაოდ და ისე არ ვიძახი, უბრალოდ ეს ყველაფერი დრომ, გამოცდილებამ, ამ ადამიანებთან მუშაობამ, სწავლამ და განვითარებამ მოიტანა. რაც შეეხება უკვე ჩემს ხედვას, მე დღეს როგორც უყურებ MMA-ს, კონკრეტულად ყველა დეტალში ჩავდივარ, ყველა დეტალში ჩასვლას იმას გულისხმობ, რომ თითქმის 3 წლის განმავლობაში ყოველდღე ვარჯიშების ყურება, კორნერინგი, ანუ კუთხეში დგომა, კარნახი, გადაღება, ამ ყველაფრის დამონტაჟება, ანუ ჩართულობა 100%-იანი. ამის თქმა მინდა, ამა რა თქმა უნდა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა და აი ვერც კი შევადარებ ჩემს პირვანდელ თავს თუ ეხლა როგორც ხედავ ამ ყველაფერს და მე თვითონ მიხარია და მსიამოვნებს, რომ ესე პროფესიონალურად უყურებ ყველაფერს, სხვათა შორის ჯონ უდიც ძალიან ბევრს მელაპარაკება ამაზე და ჯონ უდთან სულ სტრატეგიის მიმართულებით საუბრები გვაქვს, მოკლედ ვაკვირდებით მებრძოლების განვითარებას, სპარინგებს ვიღებთ, უყურებთ ამ სპარინგებს, იმიტომ უყურებთ რომ გავიგოთ კარგად რა გამოგდის, რაში ხარვეზი გვაქვს, რაზე უნდა ვიმუშაოთ, ვემზადებით კონკრეტული მოწინააღმდეგეებისთვის, ვსწავლოთ კონკრეტულ მოწინააღმდეგეებს, რა გამოზდით მათ კარგად, რა უნდა დაუპირისპიროთ, პოზიციებზე ვმუშაობთ, პოზიციებზე მუშაობაში იმას გულისხმობ, რომ თუ ვიღაცა კლინჩი არის მაგარი, კემპის განმავლობაში ვცდილობთ, რომ ამ კლინჩის პოზიციაზე ვიმუშაოთ, თუ ვიღაცა კედელთან კონტროლზე არის მაგარი და მთელ ჩხუბს აქ გატარებინებს, ვცდილობთ, რომ კედელთან ვიმუშაოთ, გამოძრომაზე, შემდეგ ნაბიჯებზე გადავიდეთ და ანუ ყველაფერს და ყველას უდგებით ინდივიდუალურად. ყველაფერი რიგზე არის მეგობრებო პოზიტიურად, ანუ არც ერთ წამი არ გეგონოთ რომ რაღაცაზე ვინმეზე გაბრაზებული ვარ ან ასე შემდეგ. ყველაფერი კარგად იქნება. რომანთან დაკავშირებით თუ გაინტერესებთ, კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ რომანი ძალიან ძლიერი ადამიანი არის მენტალურად და მადლობა რომან შენ ყველაფრისთვის. მაგრამ მიყვარხარ 3 დღის წინ გაფრინდა რომანი და აი რაღაცნაირად დავიბრუზე, მოკლედ, აქ რო არის რომანი, მოკლედ. გული მაინც ხვანაირად ძგერს, ესე ვთქვათ. წაგება, მოგება, სულ იქნება, მაგრამ გამარჯვებული იცი როდის ხარ? საქართველოს უკვე გამარჯვებული არის, როდესაც რომან დოლიძე საქართველოს შვილი არის, მერაბ დვალიშვილი, ილია თოფურია, გიგა ჭიკაძე, გურამ ქუთათელაძე, ალექსანდრე თოფურია, ლიანა ჯოჯუა. როგორც კი ყველას ძალიან დიდი წვლილი აქვს. ძალიან დიდი წვლილი აქვს ყველა შეტანილი. საქართველოს სპორტის განვითარებაში, საქართველოს MMA-ის განვითარებაში. რა თქმა უნდა, მერაბს და ილიას ლომის წვლილი აქვს ამ ყველაფერში. დარწმუნებული ვარ, ყველა დამეთანხმებით თამაში. მერაბი მერამდელი ბრძოლას ატარებს უკვე ამერია სათვალავი. წავიდა მერაბ, აი ბოლომდე ძმაო, აი მაგულში შემოგევლე, იმიტომ რომ მერაბი არის ნონ-სტოპი. ვიღაცები რომ ეკითხებიან ხოლმე რომ აი მერაბმა კემპი თუ დაიწყო ან რაღაცა, bro, მერაბი სულ კემპშია, ჩემო ძმაო. ანუ მერაბის ცხოვრება არის კემპი. აი ზუსტად მაგიტო არის ჩემპიონი. ადამიანი დღეში ორჯერ თუ არ ვარჯიშობს, ისტრესება. ამ დილით 4 საათზე წავიდა მერაბი აეროპორტში. ჩინეთში გაფრინდა ალჯოსთან ერთად. 10 დღეში არის ალჯოს ბრძოლა, ბრაიან ორტეგას წინააღმდეგ და მერაბის ბრძოლამდეც რა არის დარჩენილი 100 თუ ისე დიდი დრო, ხო? 10 დღით წავიდა ძმაო ალჯოსთან ერთად, თავის მაკაც გვერდში უდგას. მართალია სპარინგ პარტნიორი წაიყვანა, მაგრამ ისეთი ვარჯიშები, როგორც აქ, იქ რა თქმა უნდა ვერ ექნება სამწუხაროდ, მაგრამ თავისი მეგობრის გვერდში იქნება და გაუმარჯოს ღმერთმა ძმაო, რა მე ეგეთი მეგობრობის მჯერა ზოგადად და ეგეთი გვერდში დგომის. რამოდენიმე დღე არის მოკლედ UFC countdown-ის გადაღებები ქონდა რომანის ბრძოლა როგორც კი მორჩა შემდეგი დღიდან ანუ ვერც მოვასწარით დასვენება და ვერაფერი ჩემი მეგობრები გავაცილე საქართველოს ვინც ჩამოსული იყო რომანის ბრძოლაზე და გადმოვერთეთ ეგრევე მერაბის ამბებზე countdown-ზე გადაღებები იყო ინტერვიუები იყო მერაბი აქტიურად ემზადება სპარინგებს ატარებს გუშინ ალჯოსთან ქონდა სხვათა შორის სპარინგები პირველი 2 რაუნდი დენის ბუზუკიამის სპარინგა ალჯოსთან
ბოლო 3 რაუნდი უკვე მერაბმა ისპარინგა, საკმაოდ კარგი სპარინგები ჩაატარეს, მერაბიც კარგ ფორმაში არის. მერაბის რაც აქვარ, კემპის დროს არც ერთი სპარინგი არ მაქვს გამოტოვებული და ადამიანი ყოველი ბრძოლის შემდეგ რადიკალურად სხვა მებრძოლი არის. სულ ვითარდება, სულ იზრდება, სულ სწავლობს. განვითარებაზე არის ორიენტირებული. თავის თავს დასვენების საშუალებას არ აძლევს. მეგობრებო, მერაბს და მე გიჟური რეჟიმი გვაქვს დამიჯერეთ რა. დილის 8-ზე 9-ზე რო გავიღვიძებ, მანამდე მიჭირდა ამ რეჟიმზე გადმორთვა, მაგრამ ეხლა უკვე დილის 8-ზე მეღვიძება, იმიტომ რომ რო გეტყვით რომ საათზე ვიძინებ, შოქში იქნებით, გაგიკვირდებათ, მოკლედ როგორ ვიღვიძებ საერთოდ 8-ზე. მინიმუმ 3 საათზე ვიძინებ ხოლმე, იმიტომ რომ საქართველოსთან 11 საათიანი სხვაობა გვაქვს. რა თქმა უნდა, საქართველოსთან აქტიურ კონტაქტზე ვართ. აქ როდესაც დაღამდება, მოკლედ თქვენთან თენდება, ეხლა თქვენთან თენდება, წარმოიდგინეთ და ტელეფონი გამორთული მაქვს, იმიტომ რომ ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები, რა თქმა უნდა, რომლებიც კითხულობენ საქართველოსთან, ასევე საქმიანი ურთიერთობებიც, რომელიც გვაკავშირებს საქართველოსთან, ფაქტია რომ 11 საათიანი სხვაობა გვაქვს, ხო? ანუ ხანდახან გვიწევს, მოკლედ, გადათენება დღეების, ფხიზლად ყოფნა, მეორე დღიდან უკვე დილიდან ხოძე უნდა იყო, ესე ვიტყოდი. მერაბი მართლა მანქანა არის რა, შოქში ვარ ხოლმე რო უყურებ. მერაბის პასუხი, ყველაფერს ძალიან დიდი შრომა ჭირდება. ალჯოს რა თქმა უნდა, წარმატებებს უსურვებ. მაგრად მჯერა რომ დაამარცხებს ბრაიან ორტეგას და მაგრად თქო მაგობა ალჯოს, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი ბიჭია, სხვათა შორის მალე ქორწილი ექნება და დაპატიჟებულები ვართ. ჩვენი სვანი კაცი ქორწინდება, კი. და კარგი ბიჭი არის ალჯო, კარგი მეგობარი არის მერაბისთვის და დამიჯერეთ მეგობრებო, ბევრი რამ ვიცი ალჯოზე და მერაბზე და მერაბზე და ალჯოზე და მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემ ალჯოს მიმართ, არაფერი მეტი. პატივისცემის გარდა ნამდვილად ეკუთვნის ამ ადამიანს პატივისცემა და სიყვარული და ჩახუტება და ძალიან უყვარვართ ქართველები, ძალიან გვაფასებს ქართველებს. მოკლედ გაგვიცნეს კარგად ქართველები ვინ ვართ, რას წარმოვადგენთ, რა ტიპის ადამიანები ვართ, როგორ ვეპყრობით სხვა ადამიანებს. რაც შეეხება მერაბის ბრძოლას, ვიბრძვით კორი სენტეგენთან, როგორც იცით. ახალი ბრძოლა, ახალი გამოწვევა, სხვანაირი სტილი, ესე ვიტყოდი, რადიკალურად სხვანაირი მომზადების კემპი. ორშაბათიდან კვირადღის ჩათვლით, მერაბი შრომაში არის, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ეხლა ჰაერში არის და ჩინეთში მიფრინავს. მერაბს უკვე სპარინგებზე რო უყურებ, როგორც გითხარით, რადიკალურად საერთოდ სხვა მებრძოლი არის და ძალიან მიხარია რა, მოკლედ რასაც უყურებ და როგორც უყურებ და რასაც აკეთებს. ეს ადამიანი მართლა მანქანა არის, მეგობრებო რა. მისი ცხოვრების სტილი არის non-stop. ანუ ეს არ არის მარტო ვარჯიში და მომზადება და ჩხუბი. მისი ცხოვრების სტილი არის non-stop, არასდროს არ ჩერდება. მადლობა მერაბ, რომ მეც გამომამუშავებინე ეს ყველაფერი, ეს უნარჩვევები და მეც პატარა მანქანა გავხდი, ესე ვიტყვი რა. რა თქმა უნდა, ჯერ ჩხუბი არ ჩამიტარებია და არ ვიცი როდის ჩავატარებ და საერთოდ ვიჩხუბებ თუ არა, ეგ ძალიან მეასახარისხოვანი არის, იმიტომ რომ მერაბის ალეკოს და რომანის კარიერა გაცილებით მნიშვნელოვანი არის ჩემთვის და ამათი გვერდში დგომა და ამათი მხარდაჭერა, იმიტომ რომ ეხლა მე რო გავალ და რაღაცას ვიმაიმუნებ და ჩემსას გავისწორებ, ხო ხვდებით, ეგ სხვა ამბავი არის. მე არ მდომები არასდროს რაღაც ჩემპიონობა და სასწაულები რა, მაგრამ აი ამ ადამიანებს თავიანთი მიზნები რაც აქვთ და მე როგორც მათი მეგობარი თუ დავეხმარები რაღაც ამ მიზნების განხორციელებაში, ეგ მე ძალიან დიდ ბედნიერებას მომანიჭებს და ძალიან დიდ სიხარულს მომანიჭებს. ძალიან მიყვარხართ ყველა ადამიანის მადლიერი ვარ, ვინც კი თბილისით ყვა მომწერა, ვინც ცუდად მომწერა, იმათი განსაკუთრებით უფრო მადლიერი ვარ, ეგ ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია არის. ამასაც არ უნდა გეუნებოდეთ ეხლა, მაგრამ ხვდები რომ ყველაფერს, ესე ვთქვათ, შეიძლება რაღაცეები არ გამომდიოდეს. ძალიან ბევრი შეცდომა მქონდეს დაშვებული. ბევრჯერ წაქცეულიყავი ცხოვრებაში, მაგრამ ხვდები რომ არასდროს არ უნდა დავნებდეთ, და რაც არის მართლა ჩვენი მიზნები, მაგისთვის სულ უნდა ვიბრძოლოთ და სულ წინ ვიაროთ და ყველაფერი გამოგვივა. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქართველი UFC მებრძოლების რიგები კიდევ უფრო შეივსება. ქართველი მებრძოლებით, ესე ვიტყოდი, წარმატებებს ვსურვებ ყველას, ბიჭებო, გოგოებო, ყველაფერი თქვენს ხელში არის. არავის არ მოусმინოთ, რისიც გჯერათ, თქვენ თვითონ რისიც გწამთ, მხოლოდ საკუთარ თავს მოусმინოთ, მეტი არავის არ მოусმინოთ რა. ჩემი ძალიან დიდი თხოვნა იქნება და არასდროს არ დანებდეთ. გთხოვთ, მე მაგრად გთხოვთ, იმიტომ რომ ყველაფერი გამოგივათ. თავარი არის აქ თუ ხედავთ თქვენს გონებაში თუ წარმოიდგენთ და თუ წარმოგიდგენიათ, რომ
აი ეგ რაღაცა თქვენს გულში რაც არის, თქვენს მიზნებში რომ ეგ რეალური არის და ხელშესახები, არავის არ მოусმინთ, უბრალოდ აკეთეთ. როგორღაც აკეთეთ თავიდან, აი როგორღაც დაიწყეთ ამ ყველაფრის კეთება და ყველაფერი გამოგივათ. მადლობა ყველას, ვინც ჩემ ამ ბრუტუნს და არ ვიცი რა რეები ვისაუბრე და რეები ვილაპარაკე. ლას-ვეგასის სისხლის გადამკიდე, ეხა აქ ვიდეოს ჩავსვამ, დღეს მანქანა დამიდნა მოკლედ პირდაპირ გაგებით რაღაც მანქანის სახელური ჩამომიდნა, ისეთი სიცხე იყო და ეხლა აქ გაგრილების სისტემა რო არ მქონდეს ჩართული ესე ვერ დავждებოდი ტანსაცმით. სიგიჟე იქნებოდა. კიდევ ერთხელ ვამბობ რომ აქ ჩვენ ქართული ხასიათით გაგვაქვს რაღაცეები და ყოველთვის ესე იქნება. აბა დროებით მეგობრებო, წარმატებები, მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, თქვენი მონამორჩილი. აბა ჰე